ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო სალომე, მოგესალმებით, მადლობა რომ გვერდებით და უპასუხებთ ჩვენს კითხვებს. აი ამ ბრიფინგზე, სადაც გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეთ, საუბარი იყო იმაზე, რომ აგრძელებთ მოკლედ მუშაობას ოპოზიციურ პარტიებთან, რომ თქვენთვის ისევ არის მნიშვნელოვანი ეს ერთიანობა. რა გაძლევთ მოტივაციას, იმედს, რომ შესაძლოა ეს ერთობა მართლაც იყოს სახეზე, მაშინ როდესაც პირველი გამოხმაურებები პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის ძალიან ნეგატიური, მაგალითად თინა ბოკუჩავამ დაწერა ეს წუთია, ლელომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია. ეცეთ რა, მადლობთ, ჩვენ ძალიან ცხადი გავხადეთ ჩვენი პოზიცია, რომ ბოიკოტი ეს არის ბრძოლიდან გაქცევა, ჩვენ ამას ესე ვუყურებთ, ბრძოლაზე უარის თქმა, დამალვა ბრძოლიდან და სწორედ და ხალხის მიტოვება პირდაპირ რო გითხრათ, პარტიები, რომლებიც არ გადიან არჩევნებზე და ქართულ ხალხს ეუბნებიან, რომ მარტო უნდა დარჩნენ ისინი ქართული ოცნების და მათი პროპაგანდის, მათი ზეწოლის, მათი მუქარის პირისპირ მათ პრობლემებთან, რაც მთავარია, იმიტომ რომ უამრავი პრობლემა აქვს დღეს საქართველოს მოქალაქეს და პარტია, რომელიც ამ ხალხს ეუბნება, რომ ეს საერთოდ აღარც ვიასპარეზებ არჩევნებში, როგორი უთანასწოროც არ უნდა იყოს ეს პირობები, ამ ადამიანს ეუბნება, რომ მისთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს და აღარ აინტერესებს ქართველი ხალხი. ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ ქართულ ხალხს ჩვენ არ მივატორებთ, თუნდაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, რომ გვიწევდეს მათი ინტერესების დაცვა და არჩევნების პროცესი ჩვენთვის სწორედ ეს არის და ამიტომ შევდივართ. ახლა მე ყველას თავისი უფლება აქვს, თავისი შეფასებები გააკეთოს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ნათალი გავხადოთ, რომ ჩვენი ამოცანა მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბრძოლის სხვადასხვა გზაზე ვდგებით, ჩვენი ამოცანა არის საერთო. ეს ამოცანა ცხადია არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეჟიმის შეცვლა და ცხადია, რომ ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ რეჟიმის შეცვლა არის შესაძლებელი მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებით. ადგილობრივი არჩევნები ეს არის ბრძოლის ეტაპი და ეს ბრძოლის ეტაპი ჩვენ უნდა ავითვისოთ. ვინც ამ ბრძოლას გამოაკლდება და გამოტოვებს ამ ეტაპს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მაინც მოკავშირეებად განვიხილავთ იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გველოდება, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა მოუწიოს ივანიშვილს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ამიტომ ჩვენი წინადადება, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, მოწოდება არის, რომ ჩვენ ხიდები არ უნდა დავწვათ. შეიძლება ვიღაცამ გამოტოვოს ერთი ბრძოლა და შემოუერთდეს პოლიტიკურ ბრძოლას შემდეგ ეტაპზე. ამიტომ ჩვენ თავს არასდროს არავის არ ვესხმით და ვამბობთ, რომ ყველა კარი თანამშრომლობის რჩება ღია და მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია გქონდეს, იმიტომ რომ ცხადია, რომ მათ შორის ახალი არჩევნების მიღწევას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება სჭირდება ძალიან სერიოზული საერთაშორისო ზეწოლა და მე იმედი მაქვს, რომ აქაც ჩვენ შევძლებთ ერთობლივი ძალებით გაგრძელებას თანამშრომლობას. ქალბატონო სალომე, აი როდესაც თქვენს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ხოლმე საერთაშორისო ზეწოლის ნაწილზეც საუბრობენ, რომ ჩამოიშლება ეს ზეწოლა, იზოლაციაც დასრულდება, თუ აქ რაღაც ნორმალიზება მოხდება რეჟიმის და მასთან გარკვეული სახის ეს არის ტყუილი, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. არასდროს არავის არაფერი მსგავსი არ უთქვამს, ვინც ამას ამბობს, ის ან ვერ ერკვევა რა განწყობები არსებობს დასავლეთში დღეს, ან უბრალოდ ატყუებს საზოგადოებას. პირიქით, არჩევნებზე უარი და არჩევნებში მონაწილეობაზე უარით, ეს არის სწორედ ის, რაც უმარტივებს რეჟიმს, რომ საკუთარი ლეგიტიმურობა მათ შორის დასავლეთის თვალში განიმტკიცოს, იმიტომ რომ მათ ეძლევათ დამატებითი არგუმენტი, რომ თქვენ რომ არ მონაწილეობს ეს ხალხი არჩევნებში და რა ვქნათ, არც არსებობს ოპოზიციური სპექტრი და ბიძინა ივანიშვილის საბოლოო ამოცანა ხო ეს არის, რომ გაანადგუროს მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და უბრალოდ დასავლეთს უთხრას, რომ აქ ჩემს გარდა და ჩემი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ძალის გარდა არავინ არ არსებობს და თუ ახლა აპირებთ საქართველოსთან როგორც ქვეყანასთან ურთიერთობას, მოგიწევთ ჩემთან ურთიერთობა, იმიტომ რომ არ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, არ არსებობს არც სხვა პოლიტიკური პარტიები. და ბოიკოტის რეჟიმში გასვლა ხელს უწყობს ამ ნარატივის გამტკიცებას მათ შორის დასავლეთში. მე ვფიქრობ, რომ პირიქით და მათ შორის მე ჩემთვის უთქვამს, ჩემთვის სანდო დიპლომატიურ წყაროებსაც რომ არ ესმით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მათთვის ცნობილია, რომ იმდენად ეშინია ქართულ ოცნებას განსაკუთრებით თბილისის დაკარგვის არჩევნებში, იმიტომ რომ
იმდენად დაბალია მათი რეიტინგი თბილისში, რომ ყველას ესმის, რომ გაყალბების რესურსი არა აქვთ მათ, ასე ვთქვათ, რომ დაიწერონ, გამარჯვება უნდა დაიწერონ უпростоრად, გაყალბების გზითაც კი ვერ მიაღწევენ იმ შედეგს, რაც უნდა, თუ უბრალოდ არ მოიგონეს ციფრი და დაწერეს. და ჩემთვის უკითხია ძალიან ბევრ ადამიანს, რატო არის ესეთ პირობებში, რომ ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მაგალითად თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სწორედ ამიტომ იყო ჩვენი პირველი შეთავაზება და მათ შორის მოყოლას მინდა ვუთხრა, ვინც ახლა გვადანაშაულებს, რომ პარტიულ დღის წესრიგს ვაყენებთ პირველ ასე ვთქვათ ადგილზე და წინა ხაზზე. ჩვენი შეთავაზება იყო ყველა პარტიული ინტერესების გვერდზე გადაწევა, ერთიანი ფრონტის შექმნა, ზეპარტიული კანდიდატის დაყენება თბილისში მერის არჩევნებზე და აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში ისეთი ზიანის მიღება ივანიშვილისთვის, რომ შემდეგ კიდევ უფრო გაუმარტივებოდა ჩვენ იმ ამოცანის მიღწევა, რაც არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ნუ ამაზე არ წამოვიდნენ ჩვენი კოლეგები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი შეცდნენ, მაგრამ მათი უფლებაა, რომ შეცდნენ და ნახოთ ისინი როგორ აპირებენ გაგრძელებას. მეც სიმართლე რო გითხრათ, არ მესმის, რას აპირებენ ისინი, ეს ვერ გავიგე დღემდე, მიუხედავად შემცდელობისა, რომ გავერკვიო ამაში უკვე მრავალი კვირა და მრავალი თვეა. თქვენ ზიანზე საუბრობთ, რა ტიპის ზიანს გულისხმობთ? რამდენიმე წუთის წინ ასევე გავრცელდა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის წერილი ციხიდან. ის ალბათ ბოლომდე თქვენ არ პასუხობთ, რადგან შაბათობით ვერ შედიან ადვოკატები და მოკლედ ის ვერ გამოეხმაურებოდა თქვენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რასაც ის წერს ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ ანუ არ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს არის რუსების დაგეგმილი ცირკი, იქით მხარეს დარჩა მხოლოდ საკრებულოს ადგილებისთვის ბრძოლა. აი, როდესაც ზიანზე საუბრობთ, რა ტიპის ზიანს მოუტანს რეჟიმს თქვენი მონაწილეობა არჩევნებში და წარმატება ამ პროცესში? ძალიან დიდი ზიანის მომტანი არის პოტენციურად ამ რეჟიმისთვის მონაწილეობა ალტერნატიული არჩევანის, იმიტომ რომ რას ნიშნავს, რომ ხალხს საერთოდ არჩევანი არ მისცე, ანუ მისი არჩევანი, იმიტომ რომ ტყუილია, ვინც გეუბნებათ, რომ დელეგიტიმაციას გამოიწვევს მაგალითად დაბალი აქტივობა ადგილობრივ არჩევნებში, ის გატყუებთ თქვენ, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებში საერთოდ ყველგან მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ძალიან დაბალი აქტივობა არის ტრადიციულად და არანაირ დამატებით არალეგიტიმურობის, ასე ვთქვათ, შრეს ამ ხელისუფლებას, რომელიც უკვე არის აღიარებული არალეგიტიმურად, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ვერ შესძენს ის, რომ მაგალითად დაბალი პროცენტი იქნება მონაწილეობის არჩევნებში. ამიტომ კიდევ ერთხელ რო ვთქვა, ბოიკოტს არანაირი შედეგი არ მაქვს, მათ შორის არც დელეგიტიმაციის მიზნით, პირიქით კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან გააძლიერებდა ეს ივანიშვილის პოზიციებს. ეხლა, როდესაც ალტერნატივა იარსებებს იმ ხალხისთვის, ვისაც მიაჩნია და ესეთი არის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციური ამომრჩევლის, მათ ექნებათ ალტერნატივა, მათ ექნებათ შანსი, რომ მივიდნენ და საკუთარი აზრი გამოხატონ და მათ შორის ამითი თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართულ ოცნებას რაღაცა არ ვიცი დააზიანებს რამე, დააზიანებს ის, რომ უფრო მეტი ასე ვთქვათ, ადამიანი იქნება განწყობილი იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ მისცეს ხმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ საარჩევნო პროცესი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს, განწყობა პირველ რიგში და რწმენა, რომ ალტერნატივა მათ აქვს პოლიტიკური ალტერნატივა და პროცესში არჩევნებში არ მონაწილეობს არავინ. ეს ნიჰილიზმის გამწვავებაა მათ შორის ხალხში რა აკეთოს ამ ხალხმა. ანუ რასეუბნებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც ბოიკოტში გადიან, რომ სახლში დარჩი და მე ხვალ გაიღვიძებ და ბიძინა აღარ იქნება ამ ქვეყნის მართვის სათავეებში. ესეთი რაღაცა ამის ხო არავის არ ჯერა და ადამიანების ნიჰილიზმში შეყვანას უიმედობაში, მათთვის განცდის გაჩენას, რომ უიმედოთ არიან, მიტოვებული არიან ყველასგან, ჩვენ არ ვაპირებთ და ამიტომ პირველ რიგში რასაც ვაპირებთ, ეს არის სწორედ საარჩევნო პროცესის გზით ადამიანებთან საუბარს და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დარწმუნებას იმაში, რომ მათ შორის არა მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე, არამედ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნად რატო არის მნიშვნელოვანი და ზოგადად ხელისუფლების შეცვლა, ასე რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ მეტი ადამიანის დასარწმუნებლად, რომ მათ უნდა იმოქმედონ უფრო აქტიურად რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის შემოუერთდა პროტესტის ტალღასაც, რომელსაც სჭირდება აუცილებლად გაზრდა და განმტკიცება.